Ჩემო მეგობრებო, დღეს არის ორშაბათი დღე და ჩვენ როგორც ყოველთვის გავაკეთოთ გაშლა კვირის პროგნოზი, გავიგოთ ზოგადად რა სიახლეები იქნება, როგორი იქნება ეს მომდევნო ერთი კვირა თქვენთვის და ასევე მიიღებთ პატარა რჩევას ტაროს კარტისგან. მათ ვისაც მოგწონთ ეს ვიდეოები, გამიხარდებათ რომ მოიწონებთ, გადააზიარებთ, გაუზიარებთ თქვენს იმ მეგობრებს, ვისაც იცით რომ აინტერესებთ ესეთი გაშლები და ასევე თუ დამტოვთ ერთ კომენტარს მაინც ესეც ძალიან გამახარებს პირადად მე. რაც შეეხება პირადი კონსულტაციები, გსურთ ეს ერთ კონკრეტულ კითხვაზე თუ ზოგადად დიდი სრული გაშლების დასაჯავშნად შეგიძლიათ რომ მომწეროთ პირად შეტყობინებაში, როგორც ჩემს Facebook გვერდზე, ასევე ჩემს Instagram გვერდზე. ესეთი 5 ვარიანტი იქნება. ინტუიციურად შეაჩერეთ ერთი კონკრეტული ვარიანტი და ველოდეთ პასუხს. მაშასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ზოგადი კვირა და რჩევა. მშვენიერი. პირველი ვარიანტი სამუჩვეულო ვიტყვი რომ ძალიან კარგი და სასიამოვნო იქნება ეს მომდევნო ერთი კვირა თქვენთვის. სასიამოვნო ჩაივლის ყველაფერი, ზოგადად მთლიანი კვირა იმდენად მალე ჩაივლის, რომ შეიძლება უცებ რომ მოიხედავთ კვირის ბოლოს მიხვდეთ რომ როგორი უცებ გაიარა კვირა. იმდენად ბევრი კარგი, წვრილმანი კარგი საკითხები მოხდება, რაც გაგახარებთ, რაც სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. არანაირი სირთულეები, არაფერი ცუდი, ესე რომ ვთქვათ, არ გელოდებათ ამ მომდევნო ერთი კვირის ვადაზე. არც ის არ ჩანს რომ რაიმე ცუდი ამბავი შეიტყოთ, რაიმე ნეგატიური მოხდეს, მშვენიერი იქნება ეს მომდევნო ერთი კვირა თქვენთვის, კარგი ემოციები და კარგი ენერგიები და ენერგეტიკები შემოდის თქვენს შემთხვევაში. უმეტესობა თქვენთანგანაც თუ შეიძლება კვირის ბოლო დაიგეგმოს ან ქალაქგარეთ გასვლა, ან სადმე წასვლა, სადაც ისიამოვნებთ თქვენს ახლობლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. ყოველ შემთხვევაში მშვენიერი იქნება ეს ერთი კვირა თქვენთვის. რჩევა არის ის, რომ ისიამოვნოთ, ესე რომ ვთქვათ, ამ ყველაფრით ის, ყველა ის შემოთავაზება, რასაც მიიღებთ მეგობრებთან ერთად, სადმე გასვლის კოლეგებთან, ახლობელთან თუ პარტნიორთან, კი არ უარყოთ. მისცეთ თქვენს თავს იმის საშუალება, რომ განიტვირთოთ, დაისვენოთ, ისიამოვნოთ. არ არის მაინც და მაინც ეს ერთი კვირა აუცილებელი, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღოთ, არ აქვს მნიშვნელობა, რაც უნდა იყოს ნებისმიერ საკითხად. არ აქვს მნიშვნელობა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ გინდოდეთ ამ ერთი კვირის ვადაზე, რაიმე სერიოზული წამოწყებებისგანაც თავი შეიკავეთ, დიდი შენაძენებისგანაც თავი შეიკავეთ და ეცადეთ, რომ უბრალოდ დასვენებას მიიღოთ, ესე რომ ვთქვათ, ხელი, ხო? ეს იყო პირველი ვარიანტი, და მე ესეთივე სასიამოვნო და ბედნიერი კვირას გისურვებთ, როგორც ახლა აქ ამ არკანებზე ჩანს და დავიწერეთ აბა შემდგომ, როგორ განვითარდება ზოგადად ეს მომდევნო ერთი კვირა თქვენთვის, ხო, რამდენად რეზონირებს ეს ჩემი გაშლა თქვენთვის პირველი ვარიანტის ამორჩელებო. გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. მშვენიერი. მეორე ვარიანტის ამორჩელებო, იცოდეთ რომ ზოგადად ეს მომდევნო ერთი კვირა იქნება საინტერესო თქვენთვის და კარგი განსაკუთრებით იქნება პირადის კუთხით. არ აქვს მნიშვნელობა, ხართ ურთიერთობაში, არ ხართ ურთიერთობაში, რამე საქმემთ რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ სიტუაციაში იცოდეთ რომ პირადი ურთიერთობები გილაგდებათ. თუ გყავთ პარტნიორი, მასთან იდეალურად განვითარდება სიტუაცია, შეიძლება მასთან ერთად მოგიწევთ სადმე გასვლა, დროის ერთად სასიამოვნოდ გატარება, კარგი ისე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღება, მომავლის დაგეგმვა ურთიერთობაში. თუ უბრალოდ არ ხართ საერთოდ ურთიერთობაში, იცოდეთ რომ განიჭდება ადამიანი, რომელთანაც რაღაცა სასიყვარულო ურთიერთობების განვითარების ამბების ტენდენციები გექნებათ, ხოლო მათ ვისაც პრობლემური ურთიერთობა გაქვთ, იცოდეთ რომ ამის მოგვარება ჩანს. მოკლედ, პირადი იქნება ამ უფრო ზედაპირზე ამოწეული, ხო, რაღაცა პირველ რიგში თქვენი პირადის დალაგების ამბები იკვეთება ამ ერთ კვირაზე. და რჩევაც სწორედ ის არის, რომ მიიღეთ გადაწყვეტილებები, ეს არ არის ისეთი პერიოდი, რომ მოდი ახლა არ მივიღებ პირადზე გადაწყვეტილებას და მე გავაკეთებ რაიმეს, არა, მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენ და სასიკეთოდ იმოქმედებს და მშვენიერი შედეგები გექნებათ. ეხლანდელი გადაწყვეტილებების მიღებით პირად ურთიერთობაში და ისიამოვნეთ პროცესით. აქ რაიმე ცუდი და ნეგატიური არ ჩანს, მოგვარება, დალაგება, და წინსვლები გიჩნდათ ზოგადად პირადში, რაც არ უნდა იყოს, მოკლედ პირადი
იქნება აქტუალური ამ ერთი კვირის ვადაზე. და რჩევაც მოკლედ ის არის, რომ ის კი არა რომ გადავდოთ მომდევნო კვირისთვის გადაწყვეტილების მიღება, ან რაიმეს მოქმედებები, არა. ეხლავე სწორედ აი ამ ერთი კვირის ვადაზე მოგვარეთ ყველა ის საკითხი, რაც გაწუხებთ, თუ არ გაწუხებთ პირადი ურთიერთობის შესახებ. ეს იყო მეორე ვარიანტი, მე კიდევ წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. მეორე ვარიანტი სამომჩევლება და დამიწერეთ რამდენად რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის. გადავიდეთ მესამე ვარიანტი სამომჩევლება, ზოგადი კვირა და რჩევა. მოკლედ, მომდევნო ერთი კვირა ცოტათი რთული იქნება თქვენს შემთხვევაში. აქაც მოდის ეს არის, რომ აი რთული იქნება ეს კვირა, პატარ-პატარა გამოწვევები იქნება, შეიძლება აი დღეს ხო არის ოშობა დღეს უკვე იგზოთ გადაგვლილობა, უსიამოვნება, არ გამორიცხავ რომ აი ამ ერთი კვირის ვადაზე ცოტა უსიამოვნო საკითხებით შეიტყოთ და გაიგოთ რაც თქვენს ემოციებზე. არც თუ ის ადადებითად ესე რომ ვთქვათ იმოქმედებს და ცოტა შეიძლება იყოთ რაღაცებში გაღიზიანებული. მე ვერ ვხედავ იმას, რომ რაღაცა მაინც იდეალური კვირა იქნება. ცოტათი რთული და მძიმე კვირა იქნება. მძიმე ენერგიები შემოდის რეალურად ამ შემთხვევაში. დააგეგმილი საკითხები, რაც გაგვთ შეიძლება ეს ყველაფერი საერთოდ შეიცვალოს და პარალელურად მოხდეს ყველაფრის განვითარება. და მოკლედ აი არ იყოთ მაინც კარგ განწყობაზე. რაც შეეხება ტაურის კარტი გეურის რჩევა არის ის, რომ ეცადეთ რომ ესეთ დაძაბულ, ესეთ რთულ კვირას არ დაიტვირთოთ თავი ბევრი საქმით და მხოლოდ ის საქმეები აკეთოთ, რაც სიმშვიდეს, ჰარმონიას, დადებით ემოციებს გაინჭებთ, რაც კომფორტულად, ასე რომ ვთქვათ, გაგრძნობინებთ თავს, ხო? არ არის აქაუცბერი რაღაცა დიდი და სერიოზულ საკითხებს მოკიდოთ ხელი, აი ამ ერთი კვირის ვადაზე უმჯობესია თუ ისეთ საკითხებს დაუთმობთ დროს, რაც პირადად თქვენ გესიამოვნებათ. ეს იყო მესამე ვარიანტი სამომჩევლება და წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. და აბა გადავიდეთ ახლა მეოთხე ვარიანტზე. მეოთხე ვარიანტი სამომჩევლება ცოტათი რთული იქნება ეს მომდევნო ერთი კვირა თქვენთვის, რაღაც ბევრი შეიძლება სანერვულო დაგროვდა და აქამდე თუ ახერხებდით იმას, რომ არ გენერულად ეხლა ჩანს ის, რომ მოგიწევთ, აი თითქოს ამ ერთ კვირაზე მოგიწევთ ყველაფერზე ერთად ნერვიულობა, ემოციური იქნება ეს პერიოდი. აი თითქოს შეიძლება უბრალოდ რაიმე ვიდეოს უყურებდეთ, ამ ფილმს უყურებდეთ და იმდენად ემოციური იყოს ეს ყველაფერი, რომ ამანაც კი ემოციურად დაგთრგუნოთ, ესე რომ ვთქვათ, ან ვინმეზე რაიმე შეიტყოთ და ამანაც ემოციურად ძალიან იმოქმედოს თქვენზე. ანუ ემოციები იქნება ძალიან ამოწეული ზედაპირზე. ოღონდ ანუ დადებით ემოციებს არ გვიზღობთ, რაღაცა ნოსტალგიურ, მელანქოლიურ განწყობებზე იქნებით. რაც შეეხება რჩევას, რჩევა არის ის, რომ გაიხედეთ წარსულში, რა შეგიძლიათ რომ მოაგვაროთ, ის რაც განერულებთ, როგორ შეგიძლიათ რომ ამ საკითხებს მიუდგეთ და თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ უშუალო პირდაპირ მოქმედებით, რომ ესეთ სანერვულო და რთული სიტუაცია არ გქონდეთ და მოკლედ შეეცადეთ, რომ აი მოქმედებებზე გადახვიდეთ, ისეთ მოქმედებებზე, არა ის რომ უბრალოდ დაჯერთ და იდარდოთ და ინერვიულოთ, რომ რამე გააკეთოთ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაზეც დარდობთ და ნერვიულობთ. ეს იყო მეოთხე ვარიანტი სამომჩევრებისთვის გაშლა და წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. დამიწერეთ რამდენად რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის. ეხლა მე გადავალ მეხუთე ვარიანტი სამომჩევრებზე. მოკლედ მეხუთე ვარიანტი სამომჩევლება. აი ამ ერთი კვირის ვადაზე იყავით ძალიან ფრთხილად და ყურადღებით. გარშემომყოფები შეცდებიან რომ რაღაც ასე ვთქვათ, ან ჭორები დაგაბრანონ, ან ჭორები მოგიგონონ, ან ესე რომ ვთქვათ, რაიმე მოგატყუონ, განსაკუთრებით თუ მუშაობთ საბუთებთან, დოკუმენტებთან, ესეთ საკითხებთან, აი ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ, რასანამ რამეს ხელს მოწერთ, ესეც ყველაფერი გადაამოწმეთ. აი მაღალი ალბათობა რაღაცა გაუგებრობაში აღმოჩნდეთ აი ამ ერთი კვირის ვადაზე. და მოკლედ თქვენი მთელი გონება და ძალისხმევა გამოიჩენთ, რომ მოტყუებული არ დარჩეთ, ან ვინმესგან განაწყენებული არ დარჩეთ. შეიძლება რაღაცა საიდუმლო კონტენტ, რაც მაგალითად მეგობარს უთხარით, იმას საერთოდ ეს ყველაფერი გაამხილოს. მოკლედ ცოტათი მეტი ყურადღებისკენ მოგიწოდებთ ზოგადად ტაროს კარტი, ხო? ამ პირველი არკანი. რჩევას რაც შეეხება, რჩევა არის ის, რომ ეცადეთ, რომ აი ამ ერთი კვირის ვადაზე რაღაცებს არ გადააჭარბოთ.
არ გადააჭარბოთ ფინანსების დახარჯვას, არ გადააჭარბოთ ზედმეტი ემოციების გამოხატვას, არ გადააჭარბოთ რაღაცების ისეთის დაგეგმვას, რაც ჯერ თქვენ არ იცით, რამდენად შეგიძლიათ თუ არ შეგიძლიათ. შეიძლება ისეთ ემოციები მაგიყოლიან, ან გასცეთ ისეთი დაპირებები, ან უბრალოდ რაიმე ისეთი მოიმოქმედოთ, ან დაგეგმოთ, რასაც მე ცოტათი ინანებთ და იტყვით, რომ ინეტა მაშინ საერთოდ რა მინდოდაო. ხო და ამ შემთხვევაში ყურადღებისკენ და სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ ტაროს არკანები. ეს შემიძლია რომ გითხრათ მე. ეს იყო მეხუთე ვარიანტი სამორჩეულებისთვის გაშლა და წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ზოგადად ეს გაშლა და თითოეულ თქვენთან განსვით ახლა მისმენთ ბედნიერებას, წარმატებულ კვირას გისურვებთ. მე კიდევ დაგემშვიდობებით.